ბრუნდება და მისი ბრუნდება ერთდაიგივე ფორმით და ერთდაიგივე სახით. ანუ მუდმივად არის ეს ძალაუფლების მოყვარეობა, თავის მოყვარეობა, ვოლუსტია, ეს კონდიცია, ეს პოლიტიკურ სოციალურ სიფრთხეზე, ასევე მუდმივად არის ძალაუფლების ნების გამოვლინება იდეოლოგიების სახით, არა? მაგრამ ამავდროულად მას უპირისპირდება, რომელიც ასევე მარადიულად ვლინდება, ეს არის თვითშემეცნების პროცესი, რომელიც უპირისპირდება აი ამ იდეოლოგიურ კონსტრუქტებს. და ეს დასკვნა არის მესამე, ასე ვთქვათ, როდესაც ზარათუსტრა იმყოფება მესამეჯერ თავის მთაზე. და მესამეჯერ მთაზე ყოფნა უკვე მაუწყებელია იმისა, რომ ზარათუსტრა აღარ უბრუნდება, ანუ ზავლენს ის ცნობილი, რაც არის ეგრეთ წოდებული დისტანციის პათოსი და ზიზღი, ეკელ. ანუ ეს არის უბრალოდ ეს არის ფილოსოფიური ზიზღი. უბრალოდ ეს ეკელს ხშირად აღფერ ახტუნგ და ეკელ. ეს ხშირად ამბობს ამას პირდაპირ ერთ ტექსტში. ეკელ არის ზიზღი უგზავნის უთვლის იმ საშუალო ადამიანს. და მე ამის გამოც აბრალებენ რომ ნიჩეს, აი რაღაც ადამიანები აყვავ ეზიზღება. მას ეზიზღება ადამიანში საშუალოებაა და ეს კონდიცია და არა ადამიანი. და ეს არის ფილოსოფიური პოზიცია ეს. აი ასეთი ტიპის ადამიანური მდგომარეობის მიმართ, აი ბილდუნგსფილისტერის მიმართ ავლენს ის ზიზღს, მაგრამ ეს ზიზღი არის შემეცნების დასაწყისისთვის, ახალი შემეცნების პროცესისთვის ბიზგის ვინცემი ამ შემთხვევაში. ჩადოქარი მოვიწერე. ხო, ეგ მივასწრებთ. ხო და. და დისტანციის პათოსი ის აღარ ჩადის უკვე ქალაქში. ესე იგი, ზარათუსტრა უკვე მიდის დასკვნებამდე და ის ემიჯნება აი ამ საშუალოებას და ეხლა თვითონ ეს პოლიტიკური ფიგურები, კულტურული და ფიგურები, ასე ვთქვათ, ისინი თვითონ მიდიან უკვე ზარათუსტრასთან მთაზე. და ასეც ქვიან თავს სტუმრად მაღალი ადამიანები ზარათუსტრასთან. და ვინ არიან ეს? ეს ისევ ეს შოპენჰაუერი და ნიჰილისტები სტუმრად მიდიან ზარათუსტრასთან, ზარათუსტრა მთაზეა, ესე იგი, თავის მღვიმეშია, თავის ცხოველებთან ერთად არის, გველთან და არწივთან. მას ესტუმრებიან მეფეები, ნუ ეს ფიგურა, სიმბოლო პოლიტიკური ძალების. ასევე უკანასკნელი პაპი, der letzte Papst, ის სტუმრად მიდის მასთან, ასევე ვინმე ჯადოქარი და იქ ვაგნერი და ასეთი ტიპის ხელოვანები იგულისხმებიან. ასევე მე ესე ვთარგმნე, gewissenhafte des Geistes, ანუ ცნობელი სულნი, ასე ვთქვათ, პიროვნებები. ანუ აქ იგულისხმებიან ფილოსოფოსები და მეცნიერები. და შემდგომ იმართება ეს ცნობილი სერობა, აბენდმარ. ნუ აქ ეს საყოველთაოდ ცნობილია ეს ინტერტექსტუალური გადასვლები და მინიშნებები და გადაწახილები ზარათუსტრას თქვა სახარების ტექსტებთან და აქაც იმართება ცნობილი სერობა ღვიმეში. და ზარათუსტრა ამათ უქადაგებს და ესაუბრება თავის ფილოსოფიაზე, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის სწორედ ეს დებულებები ზეკაცზე, ნებაზე, რა ქვია, ძალაუფლების ნებაზე, ღმერთის სიკვდილზე. ანუ ეს უკვე ისეთი დასკვნებია, რაც ზარათუსტრამ საბოლოო ჯამში გამოიტანა დარწმუნდა თავისი პოზიციების ისტორიაში. საუბრობს უკანასკნელ ადამიანზე, რომელსაც მოიხსენიებს როგორც pöbel, ანუ პლებეები, ასე ვთქვათ. და ამ ქადაგებაში რომლის თემაც არის თუ რაში მდგომარეობს მაღალი ადამიანობა და მაღალი ადამიანობა უკვე ზარათუსტრასთვის ნიშნავს იმას, რომ ეს ღირებულების გადაფასებისაგან სწრაფვა, ზეკაცობისკენ სწრაფვა, ძალაუფლების ნების გამოვლენა აუღანთ შემეცნების დონეზე, რა თქმა უნდა, ღმერთზე და მსგავს ფუნდამენტურ საკითხებზე მათი სიკვდილი არის გამოცხადებული ჭრალებში და ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის პერსპექტივის გახსნა. რაც ფილოსოფიური მეთოდია ნიჩესთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ესე იგი თქვათ, ღმერთი უნდა მოვკლათ ჩვენ და ღმერთი მკვდარია ინსტიტუციონალურ დოგმატურ თარგლებში, მაგრამ ჩვენ ღმერთის იდეა უნდა გამოვიყვანოთ ამ სივრციდან და ჩვენ ღმერთზე უკვე ჩვენი თქვათ წარმოდგენა უნდა შევიქმნათ. ნუ თუ კი გვინდა რა თქმა უნდა. მაგრამ ნიჩე ამის პოტენციურად იძლევა ამ საშუალებას.
და რა თქმა უნდა, აქ საინტერესოა ძალაუფლების დებაზე ასე ამბობს ზარათუსტრა. Lasst euch keinen falschen Werte einreden. არ მისცეთ უფლება თქვენს თავს, რომ ყალბი ღირებულებები ჩაგძახონ. დაახლოებით ეს ერთოს. Einreden ჩაგძახო, einreden, აი შეგაგონო. შემოგაყარო. და მე ამბობს, რომ თქვენ მაღალ ადამიანებო lernt mir lachen, მასწავლეთ სიცილი. სიცილი როგორც აი სილაღე, ანუ ფილოსოფიური სილაღე. ანუ სიცილი როგორც ეს კონდიცია, რომელიც ეს რომანტიკული სიცილია, რომანტიკოს პერსონაჟების ასე ვთქვათ. ისინი იცინიან ოღონდ არ ჭუაფხიარულად, არამედ ეს არის შემეცნებით სიცილი, სილაღე, სადაც ვლინდება დაპირისპირება თეორიული სერიოზულობის მიმართ. ანუ ნიჩეს უყვარს ეს აი ფროლიჰე ვისენშაფტენ ხო აი სასაცილო სალაღობო მხიარული მეცნიერება. ანუ ეს არის რაღაცა ისეთი შემეცნებისეული უნარი, როდესაც შემეცნებელს ანიჭებს ეს უნარი იმისას, რომ არ მოექცეს რაღაცა სერიოზული, ასე ვთქვათ, იდეოლოგიური თეორიული რაღაც კონსტრუქტების გავლენის ქვეშ. ან თვითონ არ იქცეს სიცილი როგორც სიფხიზლე ამ შემთხვევაში. შემეცნებითი სიფხიზლე, რომ თვითონ არ იქცეს, არ აქციოს თავისი შემეცნება რაღაც იდეოლოგიურ წარმონაქმნად. ნუ აი ამ ქალაგებას რომ მორჩება, მე სულ თაერზე მოუნდება, გასეირნება და თავის ცხოვრებთან ერთად გარეთ გადის ღვივიდან. მე რომ შემოგვუნდება ზარათუსტრა დაინახავს ეს სცენას, ეს ხალხი ვირს ეთაყვანებიან. მაღალი ადამიანი. ანუ აქ ყველაფერი ნათქვამია. ანუ ფაქტიურად ნიჩე და ზარათუსტრა აცნობიერებენ იმას, რომ ისინი თავიანთ უარყოფაში და აპოფატურობაში მართალნი არიან, როდესაც მათ უარყვეს ეს პოლიტიკური, რელიგიური, კულტურული ფიგურები და მათი იდეოლოგიური, ასე ვთქვათ, სწავლებანი. მე ხა ფსიქოლოგიურადაც ამბობენ, რომ აი რაღაც ანუ აქ ახსნაც არის, რომ ადამიანის ესეთი ბუნებისაა, რომ არ შეუძლია რომ რაიმეს არ ეთაყვანოს. ნუ ასეთი ახსნა ხო, ის ხო, ის მუდმივად მიდრეკილია შინაგან, მისი ბუნება ესეთი რომ ესეც არის შეიძლება ესეთი ახსნაც, მაგრამ მე მიმაჩნია რომ აქ თვითონ არის ასევე ისევ და ისევ აქ არის მხილება და წარმოჩენა იმისა, რომ აი ესეთი ტიპის ტრადიციული თეორიული და იდეოლოგიური და ინსტიტუციონალური ფორმები არიან ყალბნი და ისინი მათ აქვთ ძალაუფლების ნდობა საბოლოო ჯამში. შემდგომ უკვე ზარათუსტრა აქ არის მე შემდგომ ჩართული ლექსია, ამ ლექსს წავიკითხავთ, უბრალოდ ცოტა განკვეთის სახითაც უდია იქნება აი ესეთი ლექსია. შემდგომ უკვე ღამედგება და ზარათუსტრა ასე ზარათუსტრას Rundgesang. მე ესე თარგმნე როგორც ზარათუსტრას სიმღერა. ნუ Rundgesang, Gesang სიმღერა მელოდია, მაგრამ Rund ეს არის აი წრეზე სვლა, წრეზე სიარულე. ეს აქ შემეცნებით სიარულიც იგულისხმება. ანუ წრიდა ვერ გადის ამას გულისხმობს. ის წრეზე ტრიალებს ეს მარადიული დაბრუნება. ანუ აქ არის სწორედ ეს შემეცნების პროცესი არის არასწორხაზოვანი, ანუ სამყარო სწორხაზოვანი კი არ არის. აქ აი ამასთან დაკავშირებით ზუსტად გამახსენებ. ზარათუსტრა ახსენებს სიტყვას glatt. Glatt ნიშნავს აი სწორხაზოვნას, მოპრიალებულს. აი ამ თავში ახეთ როგორ ამბობს რომ ეს თეორეტიკოსებიო ამათ სურთ რომ ყველაფერი გადააქციონ და იყოს სწორხაზოვანი, რომ იყოს glatt, ხო? და ამას უპირისპირებდა ეს წრიული სვლა სწორედ აი ამას გულისხმობს და თან ეს ერთი წრე ხომ არ არის, ეს არის მარადიული წრეულობა და ნუ სპირალური წრეებია, ეს არის ასე ვთქვათ აღმავალი ხაზით მიდის ეს სვლა და ეს არწივის სიმბოლიკაც ამას გულისხმობს, ანუ შემეცნების პროცესში მუდმივად ზიახსოვა. ყოველი ასხოდა ჩამოთვა რაღაცა. რა თქმა უნდა, გველი ეს როგორც ვთქვათ, აი ეს ანალიტიკური უნარი, კრიტიკული უნარი, რომელიც მიწაზეა ასე ვთქვათ ორიენტირებული, ანუ მიმდინარე ისტორიულ-პოლიტიკურ სივრცეზე და მას ამხელს და მის ანალიზს აკეთებს და დიაგნოზებს ვამს და ამის შემდგომ ხდება აღმაფრენა ასე ვთქვათ.
და ეს სიმღერა, რომელსაც ზარათუსტრა მღერის და ანუ აქ უმღერის ფაქტიურად მარადიულ დაბრუნებას, ანუ ფაქტიურად ის გადის სხვა კონდიციაში გადადის, შემეცნების უსვას სიფრთხეზე გადადის. ადამიანი მოდი ისმინე რას განაზრახებს ეს ბნელი ღამე და მე რა მაძილით ვიძინე, აცი ვფხიზლობდე, ანუ ეს ფაქტიურად შემეცნების პროცესი, მაძილი ესეც შარმავებაა თვითონ მე გამოფხიზლება და ახალი შემეცნებითი პროდუქტების, ასე ვთქვათ, შემეცნებითი მიგნებების მიღება. ნუ რმას ქვეყანა უბრალოდ რმას ტკივილი ხენა უბრალოდ ტკივილი უხმოდ და შემდგომ აი ხენას წადია უღრმესი მარადი ეს ანუ ევიშკაით ეს არის სწორედ მარადიულობა ანუ ამ მარადიულ დაბრუნებას უმღერის შემდგომ გამით და მე უკვე ესეთი ძალიან პათეტიური დასასრული აქვს ზარათუსტრას ოდესაც ფინალი აი ესეთია მე განთიადი დგება მზე ამოდის დასაწყისიც ესეთია ოდესაც ზარათუსტრა გამოდის ღვიმიდან ის მზეს ასე ვთქვათ ესაუბრება და მზიურობით არის აქვს ანუ როგორც მზე არის ახსი იმით რომ სითბო და სხივები გასცე სამყაროზე ზარათუსტრაც ახსილია თავისი ეს ცოდნა მზესავით ასე ვთქვათ აფრქვიოს და ისე მზეს მიმართავს და მე აი ამბობს ესეთ სიტყვებით თავდება მე თქვა და აი საუბარია დიდ შუადღეზე This is my Morgen, mein Tag, hebt an herauf nun, herauf, du großer Mittag. Anu, da ist ჩემი დილა, ჩემი დღე დადგა, herauf, anu, მაშ გავეშუროთ და გავეშუროთ დიდი შუადღისაკენ. და ეს ცნობილი მეტაფორა დიდი შუადღის, ანუ დიდი შუადღე როგორც ახალი შემეცნებისეული მიგნებების და ყოფიერებისეული მიგნებების, ასე ვთქვათ, სიმბოლო და მოტივი. და ამის მერე უკვე ეს ერთგვარი სალამი მზის მიმართ და მე შემდგომ გვიმეს ტოვებს ზარათუსტრა. ესე მთავრდება. ძალიან ლოგიკური დასასრულია. ანუ ეს დასასრული მიგვანიშნებს იმაზე, რომ და ნიშეს ფილოსოფიის სპეციფიკაცია ეს არის. ნიჩე არასოდეს არ ცდილობს კონკრეტულად გვითხრას, რომ აი ღმერთი აქ არის, რომ ადამიანის და კაცობრიობის საბოლოო პუნქტი აქ არის, რომ ადამიანო თქვა თუ ეგზისტენციალურ ინდივიდუალურ დონეზე გადავიდეთ, რომ აი შენი არსებობის აზრი აი ამაშია. არა. აქ არის უკვე კონდიცია, როდესაც რაღაცა გადაფასდა და ეხლა უკვე იწყება ახალი პროცესი და ეს არის აბსოლუტურად ინდივიდუალური პროცესი ყველასთვის. თავარი არის აი ამ კონდიციამდე მიღწევა და ნიჩეს ფილოსოფია სწორედ ამაში მდგომარეობს. მივახციოთ ჩვენი ზეკაცობით, ჩვენი მარადიული დაბრუნებით ეს ჩვენშია, როგორც შემეცნების სუბიექტში, აი ამ ყველაფრის საფუძველზე ღირებულებათა გადაფასებით, სიკეთისა და ბოროტების, ასე ვთქვათ, განზე დგომით და პოლიტიკურ პროცესზე დაკვირვების და მისი კრიტიკის საფუძველზე მივიდეთ ახალ პერსპექტივამდე. ანუ ეს პერსპექტივიზმის ფილოსოფია. ნიჩე ასოს არ ამბობს, რომ ეს ესეა, თქვა, როგორც კანტი ან ჰეგელი. მისი სპეციფიკა სწორედ ეს არის. მე მახსოვს აი პირველ ლექციაზე რა გამოსავალს გვაძლევს. ნიჩე არაფერ გამოსავალს, ნიჩე პერსპექტივას ვისახავს. დანარჩენი უკვე ჩვენზეა. ჩარჩოებში არის უბრალოდ. ხო, რა თქმა უნდა. აი ეს ფინალიც არის აბსოლუტურად ფინალი არ არის რა ტელეოლოგიური, რომ რაღაცა მივედით ერთ პუნქტამდე, ა პუნქტიდან. ამის გაძლიერება კიდე შეიძლება იყოს. ხო, ნუ მე თქვა ზოგი მეტაფიზიკურად აგზელებს, რომ ზარათუსტრა წავიდა იქით, როგორც ფაუსტი იქით, ზეციურ სამეფოებში, თუ სივრცეებში. მაგრამ ნუ დანარჩენი ეს უკვე შემდგომ მოდერნისტი ავტორების ის იყო, ასე ვთქვათ, გამწობის საკითხი. აი რაც შეეხება აი ამ საკითხებს ზარათუსტრას აი ძირითად პრობლემატიკას და აი ამ მიმართებას და დანარჩენი რა ვიცი კითხვების სახით ხო აი აქ რაც შეეხება აი ძალაუფლების ნებას აქ ფაქტიურად აქ არის ეს ფსიქოლოგია გახსნილი ანუ აქ ზარათუსტრა ამ ხელს სწორედ აი ამ იდეოლოგიური კონსტრუქტების თვისებას რომ ისინი არიან ძალადობრები და მათ აქვს თავიანთი ამოცანა თავიანთი ძალაუფლების ნების განხორციელებას. ანუ ეს არის პოლიტიკური იდეოლოგიური ძალაუფლება იუნესკო. და ამას შემდგომ დაპირდაპირწეს ხო ბილეთს ურმახთ, მაგრამ ეს ძალაუფლების ნება ნიჩესთვის და ზარათუსტრასთვის ორი ტიპის არის.
ესე იგი ერთის მხრივ არის ძალაუფლების ნება, ეს პირდაპირ გაგებით, პოლიტიკური იდეოლოგიური ძალაუფლების ნება, რომელიც სხვადასხვა ინსტიტუციების სახით გვევლინება, მოძღვრებების სახით, რომელიც ცდილობს აი ამ აქესიან ახსნე არაბრძენი ხალხის დამორჩილებას, ასე ვთქვათ, დამორჩილებაში ყოლას, მაგრამ არსებობს კიდევ ძალაუფლების ნების მეორე ფორმა, წმინდად ინდივიდუალური, რომელიც ბუნებით არის თვითშემეცნებით. კრიტიკული, რასაც ახორციელებს, ანუ ფაქტიურად ზარათუსტას ფილოსოფიური გზა ეს არის ძალაუფლების ნება. ოღონდ წმინდად ფილოსოფიურ თვითშემეცნებით. და ეს უპირისპირდება უკვე აი ამ იდეოლოგიურ კონსტრუქტებს, იმ სხვა ძალაუფლების ნებას და არის კონფლიქტი და ეს კონფლიქტია ფაქტიურად ნაჩვენები. და ამიტომაც აქედან გამომდინარე ალბათ ამიტომაც უწოდებენ ნიჩეს ფილოსოფიას როგორც თავისუფლების ფილოსოფიას, აი ამ გაგებით, რომ ეს არის თავისუფალი აზროვნების არასტანდარტული აზროვნების ფილოსოფია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ თვითონ შევიქმნათ ჩვენი ფილოსოფიური სითამამიდან გამომდინარე და მე უკვე ამას იმის გაცნობიერებას მოყვება, რომ ეს რაღაც რისკებთანაა დაკავშირებული და ზარათუსტრაც ამას აცნობიერებს, აი კუნძულებზე და მთაზე რომ იმყოფება, ის მე იმიტომაც ატირდა მე თავისთავად შეეცოდა, მაგრამ გაბრაზებდა, მაგრამ ის აცნობიერებს თუ რამდენად საშიშია ესეთი გზა, ესეთი ტიპის ფილოსოფიური გზა, როდესაც ხდება გაბატონებული იდეოლოგიებთან და ინსტიტუციებთან დაპირისპირება. მაგრამ მას ხანად არ შეუძლია ეს ფილოსოფოსია და მას მიაჩნია ფილოსოფოსი ესე უნდა იქცეოდეს. და უპირისპირდებს თავის ძალაუფლების ნებას, აი ასე ვთქვათ, გარედან თავს მოხეულ ძალაუფლების ნებას, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ფორმებით ვლინდება, ან იდეოლოგიური ფორმებით, ინსტიტუციებით და ასე. აი სხვათაშორის აი აქ მე მინდა მოვიყვანო ფოლკერ გერჰარტის ციტატა და ან პატარა ციტატა წავიკითხე და თავნებარე, სადაც ის ზუსტი განმარტება აქვს, სწორედ და მეც ამას ვეყნობი, ზუსტადად თუ თავისთავად ნიჩეს ტექსტიდან წამოდივარ. მისი განმარტებით ეს არის მისი წიგნიდან ნაშრომიდან ნიჩეზე, რომელიც 2006 წელსაა გამოცემული და ფოლკერ გერჰარტი ერთ-ერთი წამყვანი და აღიარებული ნიჩეს მკვლევარია გერმანიაში. ის წერს, რომ ეს აი ამ ძალაუფლების ნებაზე ნიჩესთან რას ნიშნავს, ამას განმარტავს, რომ es ist weder Selbsterhaltung noch Selbstgenuss, was die Triebkräfte des Lebens freisetzt. ანუ ძალაუფლების ნება არც თვითგადარჩენის, აი Selbsterhaltung, არც თვითგადარჩენის ინსტინქტიაო და არც თვითტკბობა, ასე ვთქვათ. ეს ამ ვიტალურ და რაღაც ბუნებრივ ძალაზე და ვიტალობაზე არ დაიყვანება ეს, რა თქმა უნდა. რომელიც აი მოდისო ჩვენი ტრიბკრეფტე, აი ჩვენი სწორედ აი ტრიბ არის აი ამოძრავება, ძალა, კრაფტ, ძალა, ესე იგი ჩვენი სტრაფები, ანუ ძალაუფლების ნება არ არის ისეთი ანუ სტრაფვა თვითშენარჩუნებისაკენ, რაც მოდის ჩვენი ვიტალური ძალებიდან. ამბობს ეს ფოლკერ გერჰარტი. არამედ eben Wille zur Macht, არამედ სწორედაც რომ ძალაუფლების ნებაო. ანუ ეს არის ein stets von innen kommender Impuls zur Steigerung der Kräfte. ანუ ძალაუფლების ნება, როგორც შიგნიდან წამოსული იმპულსი, მუდმივი იმპულსი საკუთარი ძალების ამაღლებისაკენ. Zur Steigerung der Kräfte. ანუ აქ იგულისხმება სწორედ ეს შემეცნებითი სულიერი ძალების, ასე ვთქვათ, წვრთნა და ამაღლება. და ეს არის, ასე ვთქვათ, სწორედ ძალაუფლების ნება, არც მეტი არც ნელა ამ შემთხვევაში. და ზარათუსტრა ზუსტად ამ ტიპის ძალაუფლების ნებას ავითარებს. ანუ ის თავის თვითშემეცნების პროცესია ძალაუფლების ნება, ანუ ეს ნებელობა შემეცნების და ეს სურვილი და მოთხოვნილება, რაც იწვევს მის სულიერ წვრთნას და ამაღლებას და მეორე მხრივ მას აქვს თავისებური სოციალური ასპექტიც, ანუ ის ზარათუსტრასეული ძალაუფლების ნება მას ანიჭებს უნარს, რომ დაუპირისპირდეს და უკუაგდოს და გააკრიტიკოს აი ეს ვთქვათ სოციალურ პოლიტიკური, ასე ვთქვათ, გაბატონებული ინსტიტუციები და იდეოლოგიები. ეს არის გარს. შეიძლება. დიახ. რამდენიმე შეიძლება აფანტულად ისინი გამიშთა ერთი დიდი მადლობა. ზამანო რო პირველ ლექციას ადრესარეთ, წინა ლექციაზე დიდი შემონება მივიღე, ერთად. ერთი პირველი
თვალში მეცნია. ნუ ნიჩე მაინც ფილოსოფოსია, ხო? რა თქმა უნდა. მაგრამ ვის კერეჯიბრება ვისაც შეფარდებით ამბობს. ეჯიბრება პოეტს. დანტეს პოეტს. პოეტს ეჯიბრება. და არა ფილოსოფოსს. ნებისა ხო ისინი თავის ვისაც დაფრთხილდა მაგას. აკადემიურად. ვის ფილოსოფოსს. ხო არა იმ პრინციპში. არა გიდდა ალბათ. შეიძლება თქო ახალგაზრდების ხედავ უმეტესობა ეს თქვა საკმაოდ ძლიერ ეს ხო არის ზარატუსტრას საერთოდ ჩემინდეს ფრიდრიხის დაუხდე ეს არის სწორედ კუნძული ზღვა და იქ არის თქვა ეს სივრცე ხო ანუ ფაქტიურად ჩვენ შეგვიძლია ესეთ მეტაფიზიკა აქეთ ფიზიკა და ეს საშუალოება და ეს პერსონაჟიც შეგვიძლია ილუსტრაციად გამოვიყენოთ თქვა კიდე რამედა და მაგასთან დაკავშირებით რატო ახსენე შეგიძლიათ საკმაოდ დიდი ზღვარია თუ განსხვავებულობა. ანუ შედარება შეიძლება ერთ კატეგორიაში, ხო? ლოგიკური ოპერაციას ვადარებ. ხო შემოგვიყვება აქეთ მაღლები, აქეთ ზანგები. ან მაღლები და დაბლები, ან ზანგები და ტეტრები. აი ლოგიკური იმის მიუდგა. აი კანტთან და ჰეგელთან გარკვეული ნებისმიერ ფილოსოფოს მოუნახა რაღაცას. მოუნახა არის რაღაცა რაც მისაღებია, ერთხელ მარცვალი რაციონალური, ან როგორც ტერმინი მარაგუაი და არის ის რაც კრიტიკულად გამგაცობს. რაც შეიძლება მიუდგა. ანუ კანტზე წარმოუდგენა რომ ის არის სუბთა უმაზრიძენა რომ აი გონებისეული კონსტრუქციების შექმნელი მეტაფიზიკოსი არის. მეტაფიზიკოსი არის მაინც გეგმით. კანტი პირიქით გამოყოფს მეტაფიზიკას. მეტაფიზიკა ის ფაბულოგიაში მიჯნო. გამოყოფს ის საგანი თავისთავად პოზიტივიზმს ამან კონცდა იმას ამან მისცა გარკვეულად საფუძველი. და წარმოუდგენა რომ კანტმა უდიდესი როლი ითამაშა თორე მე რა სფეროშიც მუშაობ ვიზუალურ ხელოვნებაში ну არქიტექტურასაც ნაკლები ხება დასაწყისში უკვე სახელმწიფოში მისმა იდეის კერეროთა იმპრესიონისტები პოსტპრესი იჟდნენ და კითხულობდნენ თუმცა ვიცით რომ სეზანი კითხულობდა რამდენად რამად გაიგო რამდენად გადახედა თუ ჩანს არ ვიცი ეს ზრენსათველია რა ვიცი და კითხულობ რა არის ეს არის ესთეტიური ფენომენის დამოუკიდებლობის ეს რომ ეს არის არც შემეცნება არც ეთიკა ან ზნეობის უშუალო დიდაქტიკა არამედ ეს არის დამოუკიდებელი სულდგონითი უნარი ეს ესთეტიური და ამ იდეით არის ეს არის როგორც ვთქვათ ეპოქალური იდეა ერთად ეპოქალური ალგორითმი ცოტა ესე მოდურად რო ვთქვათ მე-19 მოდერნიზმის ერთი თავი ალგორითმი თუ არის ეს არის ვილაპარაკოთ ჩვენ ენაზე ანუ მე ამას უწოდებენ აი ინტერესი სუბიექტურობისადმი და ხანტრული ფორმისადმი თუმცა ფორმაშინას დიქოტომია ჩემთვის ისებურად ელავოს ძირითადად შეუძლებელი მიუღებელია აქ უბრალოდ შეიძლება ლაპარაკი თითოეულ ენა მირჩევნია ვიხმარო ფორმას იმიტომ რომ თითოეული კულტურული სეგმენტი სფერო მიმართულება იმდენად არის სფერო და მიმართულება რამდენადაც მას საკუთარი ენობრივი სპეციფიკა გააჩნია და ამ მხრივ ეს კანტის მოწოდება თუ კანტის მოსაზრება რომელიც გაზიარებულია კანტის ხან უკიდურესობაში როს ხელოვნება ხელოვნებისათვის ხან როცა არ ესმით ვიღებ პერედვიჟნიკებს ის კოშმარს იმდრ პერედვიჟნიკები კოშმარია სულთან გადახვევა მაჩორის ორსეს მუზეუმში არის ერთი სულთან ნატურალისტური ნამუშევარი ქალის მიერ გაკეთებული მაგრამ მთლიანობაში ეს არის იგივე მე დელაკრუა გეტყვის რომ ისინი რა მუშაობ ვილაპარაკე ფერით
რენუარს ის იმპრესიონიზმი რა არისო? ის ამას ისიც რა გვიმან თავისებური როგორც რენუარია თქო, ესეთია ძალიან ჟენერალისტები. ერთვენია დღეს გავიგვიძეთ და ერთ-ერთმა ჩვენგანმა შავი ფერი გადაყარა ამჯერში. ანუ პატოსი ამისა რამაც რაც გაყვა იმპრესიონიზმის მერე პოსტიმპრესიონიზმ ფოვიზმ პარიზის სკოლას ეს არის სუბთაენით ლაპარაკის სურვილი. კი შეიძლება უმხარეცა როგორც გინდა დახატა შენ როგორ დავიხატე. მაგრამ ეს თვითონ ეს ტენდენცია ძალიან ძაფრად არის გამოხატული. იმპრესიონისტებთან, იმიტომაც ანუ ის რასაც მოდერნიზმი ქვია, ჯერ ეს ვთქვა და პოსტმოდერნს მე მივხვდი. კანტის მიერ ძალიან ბევრი წილად არის აი რო ხარ აი ჰარში დაფრინავს იდეა. ეს კანტი ძალიან ბევრი წილად მოდის. მე არ მეთქვა მოდული, მოდა ძალიან პატარა რაღაცა ყველასთან ეს მომენტი ახლა ძალიან ვიწრო სპეციფიკურ იმაზე არ ლაპარაკი. როგორ არის იმპრესიონისტებთან, როგორ არის სეზანთან, როგორ არის ვან გოგთან, როგორ არის ლოტრეკთან, როგორ არის პიკასოსთან და შემდეგ. ანუ კანტის არაპრაქტიკულობაზე ეს ხოთა დაფიქრდებოდი და დამიგერა ბევრი რაღაც მომცემია. კი რა თქმა უნდა თვითონ ახლა ეს კრიტიკული პათოსი საიდან მოდის კანტია. ნიჩეც კრიტიციზმი კანტის ფილოსოფია კრიტიციზმი. ნიჩეც მათედან იმ ტრადიციიდან ამოდის, ოღონდ უფრო რადიკალიზებას ახდენს. ესე იგი კანტიდან იწყება ეს რომ საკუთარი გონება ჩვენ უნდა მეც ერთსაც ვიტყვი კიდე რომ რადიკალიზმი ბრაზას და დამატებული მოდის ვიცი ხელოთ დათმობივიდა. ერთი მხრივ ჩემთვის ცოტა ნაკლებ ახლობელია ეს რომანტიკული პათოსი, რაც ახასიათებს ნიჩეს, იმიტომ რომ შეიძლება პოსტმოდერნში ცხოვრობს და პოსტმოდერნის პათოსი მიდამაინც არ უყვარს. თუმცა ისინი ამით მოიხილნენ, ხო ეს იოფობო, ჩემ პერსონალურია, მაგრამ ის ბიბლია ალბათ მამაშიც ის რომ ნიჩე აი ნებელობას აწვევს. იმოდენა ძალიან ზუსტი, ძალიან პრაქტიკული პიროვნება. ძალიან პრაქტიკული ის მოსაწრება. პიროს ვანაშვილს კითხეს, რატო ხატავ? მე ხატინება და ხატავ, რა გამიხურეთ საერთოდ. აი მე ხატინება არის ნებელობა. ნიჩესთან ეს არის თქვა გაცნობიერებულია და თქვა მიზანმიმართულია და უკავშირდება ეთიკურ პოზიციაში გადადის. რომელსაც არც ნიჩე დაუკითხავ და არც კანტი და არც ჰუსერლი ის ყველა ვიცის. აი ხატო რამხელა მნიშვნელობა დამოკიდებულების ფაქტორს. ხატვარს თუ არ აქვს საგრისელი ხატვარს მოხანდაკეს პოეტს თუ არ გემღერება თუ არ აი ამის მასტილიან სტიმულირებელია და ეს განსაკუთრებით აქტუალურია აი ამ სწორედ ბიურგერულ იმაში, როდესაც middle class გახდა ხა ჩვენ ვოცნობთ რომ საქართველოს სტაბილურობის გარანტი